საქმეზე მოსამართლე დავით მგელიაშვილი განაჩენს 20 ოქტომბერს 12 საათზე გამოაცხადებს საქალაქო სასამართლომ გირგვლიანის საქმის განხილვა დაასრულა. მხარეებმა დღეს რეპლიკები წარმოთქვეს ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს ბრალდების მხარეს პროკურორების განცხადებით. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ჩვენებების გარდა საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც მათ ბრალეულობას ეჭქვეშ დააყენებს. თავის მხრივ მოსამართლეს მხრიდან სრულყოფილი განაჩენის იმედი აქვს სანდრო გირგვლიანის მამას. გურამ გირგვლიანი დარწმუნებულია, რომ შემდეგ პროცესის შარდენ ბარის სუფრის წევრების მიმართ გაიმართება. საქმეში ამ ეტაპზე სამ ადამიანს ედება ბრალი ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს და ასევე ოქროყანის ეპიზოდზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს ვალერიან მეტრეველსა და გერონტი ალანიას. დღევანდელ სასამართლო პროცესს ბრალდებულები და მხოლოდ ვალერიან მეტრეველი ესწრებოდა. მოსამართლე ბატონი მგელიაშვილი იმედი მაქვს, რომ ყველაფერს გააკეთებს მაქსიმალურად, რომ გამოეწაროს სწორი და სრულყოფილი განაჩენი, რათა მისი ავტორიტეტის რომელიც ცოტა მას შერახული აქვს, იმედი მაქვს, რომ საზოგადოების თვალში გამოსწორდება. მე მჯერა, რომ თავისთავად აი შემდეგი პროცესები მოკე პირადად წარიმართება სუფრის წევრების მიმართ. ყოველთვის მე ამაში დარწმუნებული ვარ. ძალიან რთული იქნება, ძალიან დიდი კითხვის ნიშანი იქნება და შეიძლება კი არა იქნება სასამართლო თვითნებობა, ვფიქრობ, თუ მოხდება გამამტყუნებელი განაჩენის გამო, იმიტომ ის უბრალოდ ვერ დასაბუთდება. გამამართლებელი განაჩენის საფუძველი აქვს ძალიან დიდი მოსამართლეს, ამისთვის ჩვენ შეუწყეთ ხელი და განსაკუთრებით ბოლოს წარმოდგენთ მტკიცებულებას, რომ გერონტი ალანია იმყოფებოდა 2005 წლის 5 ოქტომბერს მოდულის შენობაში. გარდა იმ პირდაპირ ჩვენებებისა, იმ მამხილებელი ჩვენებებისა, რომელიც თავად ამ დანაშაულების ამსრულებლებმა ჩაიდინეს და ამხილეს ამ დანაშაულის ორგანიზატორები, შემკვეთები და ხელისდამფარებლები, გარდა ამისა პროკურატურის მიერ წარდგენილი იქნა უამრავი წერილობითი დოკუმენტები, წერილობითი მტკიცებულებები, ვიდეო ჩანაწერები, გამოკვლეული იქნა სათანადო წესი და ჩემი აზრით ერთადერთი სწორი ობიექტური გადაწყვეტილება იქნება, რომ გამოტანილი კაცი ამტყუნებელი განაჩენი და მე სხვა მოლოდინი არ მაქვს.